ალბათ გსმენიათ გამონათქვამი ტყუილად ჯდომას ტყუილად შრომა ჯობიაო. ეს არის შეცდომა, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი ადამიანი უშვებს. სპორტში უბრალოდ ბევრს არ ვარჯიშობენ. სპორტში ვარჯიში წინასწარ არის დაგეგმილი, კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული და მიმართული კონკრეტული უნარის დახვეწაზე, გაუმჯობესებაზე და გამომუშავებაზე. ცხოვრებაშიც იგივეა. მიზნის მისაღწევად ადამიანს სჭირდება კონკრეტული უნარის გამომუშავება, არსებული უნარების დახვეწა და გაუმჯობესება და პიროვნული თვისებების განვითარება. როგორც სპორტში, ასევე ცხოვრებაში ადამიანს უკვე აქვს გარკვეული უნარები, რომელიც მას მიზნის მიღწევისთვის სჭირდება, მაგრამ კონკურენციაში გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ამ უნარების, რესურსების ან პიროვნული თვისებების ფლობა, საჭიროა მათი გონივრულად გამოყენება. ცხოვრებაში ბევრმა არ იცის, რა არის მისი ძლიერი მხარე, ანუ რა რესურსი, უნარი ან პიროვნული თვისებები აქვს, რომელიც მას კონკურენციაში გამარჯვებას მოუტანს. არ იცის ძალიან მარტივი მიზეზის გამო. მისი გონება ფოკუსირებულია. დააფიქსიროს სხვისგან განსხვავებით მას რა არ აქვს და რითი არის სხვაზე სუსტი. ან სხვანაირად რომ თქვა, მას რითი ჯობია სხვა. ამაზე ფოკუსირებით ავიწყდება, რა არის მისი ძლიერი მხარე და რა აქვს, რაც შეიძლება მისი უპირატესობა იყოს. შესაბამისად, შენს ხელთ არსებული რესურსების, უნარების და პიროვნული თვისებების გონივრულად გამოყენებისთვის პირველ რიგში საჭიროა ყველა შენი ამ რესურსის, უნარის და თვისებების დანახვა და გაცნობიერება, რათა საჭიროების მიხედვით დაგეგმო შენი ვარჯიში. ვარჯიში, რომელიც კონკრეტული უნარის გამომუშავებაზე იქნება ორიენტირებული. ეხლა პრაქტიკულ ნაწილზე რომ გადავიდე, როდესაც განსაზღვრავ მიზანს, ჩამოწერე უნარები, პიროვნული თვისებები და რესურსები, რომელიც საჭიროა ამ მიზნის მიღწევისთვის. ჩამოწერის დროს ნუ შეიზღუდავ თავს. შემდეგ თითეული 1-დან 10-მდე შკალით შეაფასეთ კითხვით. ეს მე რამდენად მაქვს? ადამიანს გონია, რომ ყველა რესურსი, უნარი თუ პიროვნული თვისება 100%-ით უნდა კონდეს განვითარებული, რომ მიზანს მიაღწიოს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. შენ შეიძლება ყველა საჭირო რესურსი, უნარი და პიროვნული თვისება 100%-ით გქონდეს, მაგრამ აქაც გაგახსენებ გავრცელებულ ფრაზას. ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი. ანუ ეს რას ნიშნავს? ის ერთი კრიტიკული უნარი, რომელიც ყველა დანარჩენს აამუშავებს, შეიძლება ის არ გქონდეს, ან შეიძლება სწორედ ამ უნარს, პიროვნულ თვისებას თუ რესურსს სჭირდებოდეს გაუმჯობესება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რაც ჩამოწერეთ და როგორ შეაფასეთ 1-დან 10-მდე შკალით, ისევ კითხეთ საკუთარ თავს. რომელი ერთი გადამწყვეტი უნარი მჭირდება ამ მიზნის მიღწევისთვის? ეს ორი კითხვა ერთმანეთს ავსებს და ერთად მუშაობს. პირველი კითხვა, როდესაც ჩამოწერეთ, რა უნარები, რა პიროვნული თვისებები და რესურსები საჭიროა ამ მიზნის მიღწევისთვის. ამ პირველი კითხვის მიხედვით
დაგეგმე შენი ვარჯიში. ხოლო მეორე კითხვით, რომელი ერთი გადამწყვეტი უნარი მჭირდება ამ მიზნის მიღწევისთვის, ამ კითხვით კი გეგმავ შენს კონკურენციაში გამარჯვებას. მე დალი ვასაძე ვარ, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი და უნარჩვევების ტრენერი. გახსოვდეს, აქ ყველაფერი შენთვის კეთდება.